ბრძოლაში ყოველდღიურად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვიცავთ საქართველოს მომავალს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა იმაში, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა გამოწვევას, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქის წინაშე, ზოგადად ქვეყნის წინაშე არსებობს და თუ რა გამოწვევებია საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, ჩვენი ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით აუცილებლად დავძლებთ და ყველა გამოწვევას ექნება ღირსეული პასუხი, სადაც პირველი და პირველ რიგში იქნება საქართველო, იქნება ჩვენი სამშობლო. ეს არჩევნები მე ვიტყოდი შედარებით მოსაწყენია წინა არჩევნებთან შედარებით, იმიტომ რომ კონკურენტები უბრალოდ არ ყავს კახაკალაძეს და არც პარტიულად ყავს მაინც და მაინც კონკურენტები, თუმცა ჩვენ უნდა გავიხალისოთ ეს არჩევნები და მისად უნდა დავისახოთ რეკორდების დამყარება. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იქნება რეკორდული პროცენტული მაჩვენებლით კახაკალაძისთვის და გვექნება ძალიან ამბიციური მიზანი და ასევე პარტიული კუთხით ჩვენ უნდა მოხსნათ ყველა რეკორდი. ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს და მთავარი საფუძველი არის ის საქმეები, რაც აქვს გაკეთებული პირადად კახაკალაძეს და მის გუნდს ჩვენი დედაქალაქისთვის, თბილისისთვის და ყველას გვახსოვს, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი 8 წლის წინ და როგორ შეიცვალა ის ამ წლების განმავლობაში.